უკრაინის ფრონტის მიმართულებით ბოლო რამდენიმე კვირა შეიძლება დიდი ცვლილებები არ იყოს, მაგრამ ბოლო დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ ეს ტენდენცია, რომელიც ეხლა ფრონტის ველზეა, შენარჩუნდა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც არ ვიცით და უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, მაგრამ ამ მომენტისთვის ბოლო 3-4 თვის განმავლობაში შეიცვალა შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტი. დაახლოებით ახალ წლამდე, ანუ დეკემბრის განმავლობაში და მანამდე 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესი უკრაინაში იყო რუსების დაჩქარებული წინსვლის ტემპი. ანუ რუსები საშუალოდ წელიწადში იკავებდნენ 5-6 კვადრატულ კილომეტრს, თვეში იკავებდნენ. დაახლოებით 400-500 რიგ თვეში შეიძლება ცოტა მეც რიგ თვეში დაკლებს, მაგრამ საშუალოდ აი რო წარმოვიდგინოთ 500 კვადრატული კილომეტრის დაკავება ხდებოდა ყოველთვიურად და ეს ტემპი იყო საკმაოდ შემაშფოთებელი უკრაინისთვის, იმიტომ რომ აი ეს ტემპი გულისხმობდა რომ მაგალითად აი ეს მუქ ცისფრად შეფერილი ეს ტერიტორია, ეს არის დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორია და ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის დარჩენილი ტერიტორია. ის ტემპი, რომელიც რუსებს ჰქონდათ აღებული, გულისხმობდა, რომ აი დაახლოებით 1 წელიწადში აი ამასაც დახურავდნენ რუსები, აი იღებდნენ. ანუ წელიწადი შეიძლება წელიწადი 2-3 თვე დაჭირვებოდათ, აი ამ დარჩენ ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქს აიღებდნენ, ისინი ასევე გადასულები არიან მცირე ტერიტორიაზე დნეპროპეტროვსკის ოლქისა, ეს ნაწილი აქეთ არის დნეპროპეტროვსკის ოლქი, აქეთაც გააგრძელებდნენ სვლას და შეიძლება ეს ტემპი არ იყო მთელი უკრაინის დაკავებისთვის 2 წელიწადში დაკავებისთვის საკმარისი ტემპი, მაგრამ ეს იყო ტემპი, რომელიც რუსებს უქმნიდა პერსპექტივას, რომ რაღაცა რამდენიმე 5 წლიანი, 6 წლიანი ომის შემთხვევაში, არ ვიცი, ხარკოვის დაკავებასაც შეძლებდნენ და ეს პერსპექტივა გულისხმობდა რომ რუსები ამ სვლას გააგრძელებდნენ აქტიურად. მაგრამ ამ წლის იანვარში მოხდა შემდეგი რამ. რუსები აქტიურად სამხედრო კავშირისთვის, ფრონტზე სამხედრო კავშირისთვის იყენებდნენ ეს რუკა ჩავკეცოთ ცოტა ხანი და მე უკვე რუკის განხილვაზე რო გადავალ ისე დავაბრუნოთ. რუსები აქტიურად ნავიგაციისთვის, როგორც სარაკეტო დრონების ნავიგაციისთვის, ისე ფრონტზე არსებული შემადგენლობას შორის კომუნიკაციის საშუალებად აქტიურად იყენებდნენ ამერიკული Starlink-ის ინტერნეტს, ან მათ ჰქონდათ Starlink-ის არის მიმღები ანტენები ნაყიდი და Starlink-ის თანამგზავრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის წვდომის შესაძლებლობას იძლევიან და უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლ რუსულ დანაყოფებს ჰქონდათ აი Starlink-ის ანტენები ნაყიდი და ერთმანეთს მაგეთი სამხედრო კავშირს ერთმანეთთან მაგითი ამყარებდნენ და სამხედრო კავშირი არის ომის ეფექტურად წარმოების შეიძლება ითქვას უმთავრესი რესურსი, ანუ ერთი ქვედანაყოფი მეზობელ ქვედანაყოფთან, ტაქტიკურ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე, რაღაცა დიდი ფრონტის მონაკვეთის კოორდინირებული მუშაობისთვის აუცილებელია მცირე თუ მასშტაბური ქვედანაყოფების ერთეულების აქტიური კომუნიკაცია, მცირე შემადგენლობის რაღაცა რიგითებთან კავშირის შესაძლებლობა, მცირე დანაყოფებთან კავშირის შესაძლებლობა, დრონების მართვის ნაწილში ჩართულობა, დამრტყმელი შორსმოქმედი დრონების მართვასაც Starlink-ით ახდენდნენ, აი მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული შაჰედის ტიპის დრონებზე ამაგრებდნენ Starlink-ის მიმღებებს და Starlink-ის თანამგზავრებთან ინტერნეტ წვდომით ხდებოდა ამ დრონების ნავიგაცია, სად დაარტყავდა და როგორ იმართებოდა ეს დრონები, ხო? უმნიშვნელოვანესი ეფექტი ქონა რუსების სამხედრო მანქანისთვის Starlink-ის რესურსს და გახსოვთ დეკემბერში ატყდა ერთი ამბავი რომ
რუსების სტარლინკის გამოყენება ძალიან ზრდის მათ ეფექტურობას და უკრაინელებმა მოითხოვეს მასკისგან, ვის საკუთრებაც არის სტარლინკის ეს რესურსი, ამერიკისგან ჩაეხსნათ რუსებისთვის ამ რესურსზე წვდომა და იანვარში მასკმა და ამერიკამ ჩახსნეს სტარლინკის ტერმინალები რუსების ხელში, უბრალოდ რუსების ხელში კი არა, უკრაინის ტერიტორიაზე ჩახსნეს ყველა გარდა ავტორიზებული ტერმინალებისა და ავტორიზებული ტერმინალები უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინელების ხელში არსებობდა. მათი ტერმინალების ავტორიზება მოახდინეს და სხვა უბრალოდ ვეღარ გამოიყენებდა უკრაინის ტერიტორიაზე. ამან როგორც ჩანს, რუსებს მიაყენა სერიოზული დარტყმა, სირთულეები გაუჩინა, დეზორგანიზაციას ჰქონდა ადგილი და ამას უკრაინელებმა დაუმთხვიეს კონტრშეტევა დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. მოდი აი გადავიდეთ. აი ეს მიმართულება გახსოვთ, რუსები ძალიან აქტიურად ავითარებდნენ საკუთარ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. 2024 წლის შემოდგომაზე აიღეს რუსებმა აი ეს უგლედარი, მანამდე დიდი 2 წლის განმავლობაში მისაღებავს ვერ ახერხებდნენ, აიღეს უგლედარი და 2024 წლის შემოდგომიდან 2025 წლის შემოდგომამდე ისინი გავიდნენ აი ამ ხელა მანძილი გაიარეს, ჩრდილოეთითაც წავიდნენ აი იქით სიღრმეში და აქედან აქამდე ეს მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი გულიაიპოლე აიღეს უკვე 2025 წლის შემოდგომაზე, ანუ 1 წლის განმავლობაში გაიარეს ეს ტერიტორია და ხედავთ ახლა ამ ტერიტორიის გავლა ნიშნავს, რომ აქამდე შემდგომი 1 წლის განმავლობაში აქამდეც გაივლიდა მიადგებოდნენ ქალაქ ზაპოროჟიეს, რომელიც დიდი ქალაქია და რომლის აღებასაც დრო დაჭირდებოდა, მაგრამ ანუ აქედან ბლოკირება თუ მოხდა ხმელეთის მხრიდან, ზაპოროჟიეს დაცვა, მდინარის პირას არსებული ზაპოროჟიეს მომარაგება იქნებოდა უკრაინელებისთვის რთული. ასევე რუსები არა მხოლოდ დასავლეთით, არამედ ჩრდილოეთით დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ ავითარებდნენ შეტევას და დაახლოებით აი ეს ტერიტორია იყო უკვე მათ მიერ დაკავებული და აი სტარლინკის გათიშვის შემდეგ უკრაინელებმა განახორციელეს მნიშვნელოვანი კონტრშეტევა და ეს კონტრშეტევა რაღაცნაირად საინფორმაციო სივრცეში გახსოვთ მაგალითად კურსკის მიმართულების კონტრშეტევა, რომელზეც მთელი ჰაიპი იყო აწეული პროდასავლურ წყაროებში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვამბობდით, რომ ამ კურსკის მიმართულების კონტრშეტევამ დანაკარგები მეტი მოუტანა უკრაინას, ვიდრე რეალური შედეგები, იმიტომ რომ მისი ამოცანა იყო აი კურსკის მიმართულებით ყურადღების გადატანა და ერთი წამი აქეთ იყო ეს კურსკის მიმართულებით ყურადღების გადატანა და აქედან რუსების ძალების იქით გადასროლა და აქ შეტევის მაშინ აქტიური და სწრაფი წინსვლის შეჩერება რუსების მხრიდან, ხო? მაშინ ეს ვერ მოახერხეს, რუსებმა გააგრძელეს მაშინ სწრაფი წინსვლა, ისე რომ შემდეგ იმ კურსკის პლაცდარმის განეიტრალებაც მოახერხეს. ამ შემთხვევაში უკრაინელების დარტყმება ამ ტერიტორიაზე, სადაც აი დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს უკრაინელებმა 1 თვის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე და აქედანაც დარტყმა მოხდა დასავლეთიდან, მაგრამ ძირითადად ჩრდილოეთიდან იმ მიზნით, რომ აი გულიაიპოლეს ზურგში გასულიყვნენ და ასევე აი აქეთ რუსები ცდილობდნენ დასავლეთისკენ სვლას და დასავლეთისკენ მიმავალი ძალების ზურგის კომუნიკაციები გადაეჭრა და ეს წინსვლა შეეჩერებინათ. ამ კონტრშეტევას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეფექტი, იმიტომ რომ მართლაც რუსებს გაუჭირდათ, როგორც ჩანს მათ შორის სტარლინკის ტერმინალების გათიშვის გამოწვეული დეზორგანიზაციის საფუძველზეც ამ კონტრშეტევის შეჩერება და როგორც ჩანს სხვა ტერიტორიებიდან გადმოსროლაც მოუწია დიდი ძალების, იმიტომ რომ ამ უკრაინული დაახლოებით თვენახევრიანი კონტრშეტევის პროცესში რუსების წინსვლა შეჩერდა ფაქტიურად ყველგან, მათ შორის აი კუპიანსკის მიმართულებაზე საერთოდ ასევე აქაც როგორც ჩანს რუსებმა მოაშორეს ძალების ნაწილი და გადასროლა მოახდინეს და კუპიანსკის მიმართულებაზეც უკრაინელებმა მნიშვნელოვანწილად რეაბილიტაციას მიაღწიეს, კუპიანსკის ნაწილი ქონდათ რუსებს დაკავებული და თითქმის მთლიანად დაიბრუნეს უკრაინელებმა ამ პერიოდში ეს კუპიანსკის
რთულად მდინარის გაღმა არსებული რთულად დასაცავი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ტერიტორია. და დაახლოებით აი ეს თვე-თვენახევარი გრძელდებოდა კონჩეტევა სხვათა შორის არა მხოლოდ მან და არამედ ასევე აი ამ ტერიტორიაზეც დაარტყეს უკრაინელებმა და აქ შედარებით მცირე, მაგრამ უკან დახევა მოუწიათ რუსებს. და აი ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს 2-3 კვირის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს უკრაინელების კონჩეტევის საბოლოო ჯამში შეჩერება, დასტაბილურება აქ ფრონტის და ეხლა ნელ-ნელა გადადიან თვითონ ისევ წინსვლაზე, აი ეს ტერიტორიები, ამაზე მეტ ტერიტორიებითაც წინ წავიდნენ ეხლა ბოლო კვირების განმავლობაში, ჩრდილოეთითაც ცდილობენ კონჩეტევას და ის პლაცდარმები, რომლებიც უკრაინელებმა დაიკავეს იმ პლაცდარმების აღდგენას, აგერ ხედავთ რუსების შეტევების აღმნიშვნელეს წითელი მონაკვეთები, მაგრამ ჯერჯერობით რუსების წინსვლის ტემპი არის მნიშვნელოვანწილად უფრო ნელი ეხლა ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში იყო მათი წინსვლის ტემპი. ანუ ეხლა ამ მომენტისთვის ვითარება გავს რუსებს მცირე ინიციატივა კვლავ უბრუნდებათ ხელში, მაგრამ ტემპი, რომელიც მათ ეხლა გააჩნიათ, ძალიან გავს სტაგნაციას. ან დანაკარგების მასშტაბი, რომელიც მათ აქვთ, შეუთავსებელია წინსვლის მასშტაბთან, რომლის უზრუნველყოფასაც ეხლა ისინი ახერხებენ და თუ მათ ვერ მოახერხეს ამ სტაგნაციის დამდგარი ვითარების გარდატეხა, ასეთი ტემპით ეს ომი ჩიხისკენ წავა. მეორე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ზაპოროჟიეს ერთი მონაკვეთია რუსებისთვის მნიშვნელოვანი და მეორე უმთავრესი მონაკვეთი აქ არის ახლა, მთავარი ყურადღება რუსების კონცენტრირებული, არის აი ეს ქალაქი კონსტანტინოვკა, რომელიც არის კარიბჭე სლავიანსკ-კრამატორსკის აი ამ თავდაცვითი სლავიანსკ-კრამატორსკ-კონსტანტინოვკას ხაზი ერქვა უბრალოდ კონსტანტინოვკა უკვე ნახევარ ალყაში ექცევა და აი ამ კონსტანტინოვკის წიაღშიც არის რუსების შესულები, ხედავთ და აი ეს ნახევარ ალყაში მოქცევა მერე ფაქტიურად განწირულს ხდის ხოლმე ქალაქს. კონსტანტინოვკის გარღვევა ნიშნავს, რომ უკვე კრამატორსკისკენ გაიწევენ რუსები, კრამატორსკ-სლავიანსკის ნახევარ ალყა, მერე ნიშნავს, რომ დონეცკი საბოლოო ჯამში დაეცემა. ეს კონსტანტინოვკა არის ეხლა რუსებისთვის მთავარი მიმართულება, აქეთ ახდენენ მთავარ კონცენტრაციას იმისთვის, რომ გადაჭრან კომუნიკაციები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონსტანტინოვკას მომარაგება, რათა დონეცკის მთავარი ბოლო პლაცდარმი გახდეს ნახევარ ალყაში მოქცევადი, მეორე მხრიდან აი აქ ლიმანია, ქალაქი ლიმანი, აი ამ ქალაქი ლიმანის ნახევარ ალყაც ხედავთ თითქმის უკვე გააკეთეს იმისთვის რომ ლიმანი აიღონ და კონსტანტინოვკა სამხრეთი და ლიმანი ჩრდილოეთ ამ ქალაქების აღება ნიშნავს რომ შემდეგ უკვე ნახევარ ალყის ორგანიზება წავა და კრამატორსკისთვის დაიწყება ბრძოლები. ეს არის ახლა რუსებისთვის მთავარი მიმართულებები, უბრალოდ კითხვა მდგომარეობს შემდეგში მოახერხებენ თუ არა რუსები ინიციატივის ისევ დაბრუნებას იმ ტემპთან მიახლოებულ ტემპში მაინც რომელიც ქონათ მანამდე თუ ომი შევიდა სტაგნაციის ფაზაში. ბოლო 3 კვირის განმავლობაში რა სურათიც ვნახეთ, უკრაინელების კონჩეტევის შეჩერება და ინიციატივის ნელ-ნელა საკუთარ ხელში გადაყვანა ეს რუსებმა ამ ეტაპზე ამას ეს არის რაც მოახერხეს, ამის იქით შეძლებენ თუ არა ვითარების განვრცობას თუ ეს არის გრძელვადიანი სურათი, ეგ უნდა ვნახოთ. ერთი რასაც თქვათ ანალიტიკოსები ამბობენ რომ აი ყოველთვის გაზაფხულის პირველი ნაწილი სადაც წვიმის პერიოდია ხოლმე უკრაინაში და შესაბამისად ტექნიკას გადაადგილება უჭირს არის ყველაზე შენელებული და მანდედან გამომდინარე პროგნოზი ძნელია შემდეგ ეს სამხედრო ძალთა ბალანსის გამოხატულება ეს სტაგნაცია რომელიც განგრძობითი იქნება თუ არის რაღაცა მათ შორის ამინდის მოცემულობასთან დაკავშირებული დროებითი რეალობა ომის ეგ უნდა მაგას უნდა დავაკვირდეთ და მეორე რამ გამოიწვია ზოგადად ომის განუზომლად დიდ დანაკარგებამდე მისვლა ომის სურათის ორივე მხარისთვის
და რამ გამოიწვია ტემპების შენელებას. ჩვენ უკრაინაში ვნახეთ ომის წარმოების სრულიად ახალი აქამდე უცნობი ფორმა, პირდაპირ ამ ომში მოხდა ამ ფორმის შემუშავება, აპრობირება, დანერგვა და მასიურ მოხმარებაში გადაყვანა. ეს არის FPV დრონებით ომი. FPV დრონი არის მფრინავი რობოტი, რომელსაც მართავ დისტანციურად, რომელსაც უყენია ტანკსაწინააღმდეგო აფეთქებადი მუხტი და რომელთაც ქვეითი ძალის, ინდივიდუალური ქვეითების თუ სამხედრო ტექნიკის განადგურება არის უმარტივესი. ფაქტიურად ეს ამ FPV დრონების ეფექტურობა ძალიან დიდად აღემატება ნებისმიერი ტექნიკის მანამდე არსებული ტანკსაწინააღმდეგო, თავდაცვითი, საარტილერიო ტექნიკის ეფექტურობას იმ გაგებით, რომ აი მაგალითად იგივე ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინის ტიპის სისტემები, რომლის მოქმედების მანძილი ამაზე ნაკლებია, რომლის დამიზნება არის განუზომლად რთული, რომლის სიზუსტე უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ხედავ მოწინააღმდეგეს და შესაბამისად ნავიგაცია ამ მოწყობილობის ბევრად რთულია. FPV დრონით დაფრინავ კამერით ხედავ კონკრეტულად სად არის მოწინააღმდეგე, ტანკი იქნება თუ ქვეითი თუ რაიმე ნებისმიერ ტექნიკით აღჭურვილი ქვედანაყოფი და ძალიან დიდი სიზუსტით ასწორებ მოწინააღმდეგეზე შენს FPV დრონს და ურტყავ ისე რომ მას ფაქტიურად ძალიან მცირე შანსი აქვს მისი თავიდან აცილების და ურტყავ რას ტანკსაწინააღმდეგო მუხტს, რომლისგანაც დაცვა ტექნიკა ძალიან მოწყვლადია მის წინააღმდეგ, ხო? არანაირი არტილერიას არ გააჩნია ასეთი სიზუსტე. ცხადია არტილერიის შეიძლება სიმძლავრე იყოს ბევრად დიდი, მაგრამ არტილერია სანგარში ჩააფრინო ზუსტად იქ ჩამჯდარ თავდაცვაში მყოფ მოწინააღმდეგეს თავზე დააგდო ბომბი, ეგ არის ძალიან რთული. და ძალიან დიდი ინტენსივობით დაბომბვა საჭირო სანგარში მოწინააღმდეგე წყობრიდან გამოიყვანა. FPV დრონი შეიძლება შეფრინდეს რა პატარა ფანჯარას შეაფრინო და იქ მოახდინო აფეთქება. მოძრავ ტანკს გაარტყა არტილერია არ არის მარტივი. და შენ გაქვს რაღაცა FPV დრონის სახით მოწყობილობა, რომელიც ფაქტიურად გარანტირებულად არტყავ და რომ აქამდე თუ არსებობდა რადიოლოკაციური ბრძოლის მექანიზმები, რომლებიც ახშობდა სიგნალს, რომელთაც ეს FPV დრონი იმართებოდა, ეხლა იქნება FPV დრონები, რომლებიც ძალიან წვრილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით არის აღჭურვილი და კაბელით არის მართვადი და მიფრინავს კილომეტრებზე და ამ FPV დრონების მოქმედების მანძილსაც ზრდიან, დიდი ასეთი დრონ მზიდები აქვთ დამზადებული, უფრო დიდი ზომის დრონები, რომლებსაც ქვემოთ უკიდია უფრო მცირე ზომის დამრტყმელი დრონები. ეს დიდი ზომის დრონი, რომელიც შორს მიფრინავს, მუშაობს მათ შორის როგორც რეტრანსლატორი, ანუ სიგნალს შემდგომი თავის მიერ გადატანილ დრონს აწვდის და მოწინააღმდეგის შორ ზურგში გასვლის შემდეგ ეს მზიდი დრონი აგდებს იმ პატარა დამრტყმელ დრონებს და ის შემდეგ მათ უკვე უფრო შორ მანძილზე აგზავნი და ურტყავ მოწინააღმდეგეს. ანუ ფაქტიურად ხელთ გააქვს მართვადი არტილერია, რომელიც არის ძალიან იაფი, იმიტომ რომ ეს დრონები თან არის რაღაცა სამოქალაქო მოხმარების რესურსებია, იყო თავის დროზე და ბევრად იაფი რესურსია, ვიდრე რაღაცა ძვირადღირებული ჯაველინები, რომლების რაკეტები, დამრტყმელი მუხტები ათეულობით $1000 ღირს მინიმუმ და ბევრად იაფი, მართვადი, ძალიან ზუსტი არტილერია, რომელსაც სიმძლავრე აქვს ისეთი, რომ ტანკის წყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ამ პირობებში ფაქტიურად უზარმაზარ დანაკარგებთან და უზარმაზარ ხარჯებთან გახდა დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის შეტევითი ოპერაციის წარმოება. იმდენად დიდ დანაკარგებთან გახდა დაკავშირებული, რომ ტექნიკით შეტევა, იშვიათ შემთხვევაში, აი რაღაცა განსაკუთრებულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო გამიზნულ მიმართულებაზე გამონაკლისების სახით იწარმოება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში წინსვლები ხდება
ქვეითი დანაყოფების მცირე ჯგუფების შეტევებით ან აი რაღაცა სწრაფი გადაადგილების საშუალებებით რა მოტოციკლეტებზე ჩდებიან და კვადროციკლებზე ჩდებიან რომ სწრაფად გადაადგილდებოდნენ მობილური ჯგუფები და აი უბრალოდ FPV დრონები რიგ შემთხვევებში ვერ ახდენდნენ ამათზე რეაგირებას ან დანაკარგები უფრო ატანადი იყოს ცოცხალი ძალის სახით და ძვირიანი ტექნიკა არ იკარგებოდეს. ამ ტიპის ომის ფორმატთან გვაქვს ახლა საქმე, სადაც ნებისმიერი შეტევა არის უბრალოდ უზარმაზარ დანაკარგებთან დაკავშირებული და შესაბამისად პატარა ნაგლეჯ წართმევას ახერხებენ მხარეები მცირე ქვეითი ჯგუფების ინფილტრაციის და შეტევის ტაქტიკის ხარჯზე და ამან ძალიან შეანელა ფრონტის მოძრაობა. სურათი დაემსგავსა ძალიან მიუახლოვდა აი პირველი მსოფლიო ომის აი სტატიურ ფრონტის სურათს, სადაც მხარეები უბრალოდ ვეღარ ახერხებენ შეტევის ისე განხორციელებას, რომ უზარმაზარი რაღაცა შედეგებთან და რაღაცა აღებულ ტერიტორიებთან შეუთავსებელი ფასის დანაკარგები არ მიიღონ. და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეს დანაკარგების ხარისხის გამოწვეული სტატიურობა განგრძობითი პროცესი იქნება თუ შედარებით, თქვათ რაღაცა პერიოდში შედარებით მოახერხებს რომელიმე მხარე კვლავ დაძრას ფრონტის სტაგნაციის პროცესი რაღაცა დაძლიოს და ამ შემთხვევაში თუ პროცესი ასე გრძელდება და სტაგნაციასთან გვაქვს საქმე, მაშინ ცალსახად მხოლოდ გამოფიტვის ნიშნულამდე მოწინააღმდეგის მიყვანა თუ გადაწყვეტს ბრძოლის ბედს სხვანაირი გზით, რაღაცა ეს დიდი სტრატეგიული გარღვევის მიღწევა ამ ვითარებაში, სადაც დრონები ფრონტის ყველა ნაგლეჯს აკონტროლებენ და რაღაცა მგულოდნელობის ეფექტის შექმნაც კი სულ შეუძლებელია, ეგ მიღწევადი როგორც ჩანს აღარ არის.